ტელეკომპანია მაესტროს დირექტორის მოადგილე და ცხრიანის წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჟიჟილაშვილის განცხადების თანახმად მან დათხოვნის შესახებ ტელევიზიაში გამართული თათბირის შემდეგ არხისგან კოტე გოგელიასგან შეიტყო. ჟურნალისტის თქმით, მას არხის დატოვების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა და ამ ნაბიჯის გადადგმას ადრეც აპირებდა. მასთან ერთად ტელეკომპანია დატოვა ტელევიზიის მთავარი გამოშვების პროდიუსერმა სოფო ზურაბიანმა და რამდენიმე პროდიუსერმა. გავრცელებული ინფორმაციით ახალი წლიდან მაესტროს ეთერში ცხრიანი ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად აღარ უნდა გასულიყო და ის კოკა ყანდიაშვილს საკუთარი პროექტით უნდა ჩაენაცვლებინა. ინფორმაციას ყანდიაშვილი უარყოფს. დასაქმებულ პირებს და ადგილობრივებს ეშინიათ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ. რამდენიმე თვის წინ ითქვა ჯერ კიდევ, რომ სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი კოკა ყანდიაშვილი მოვიდოდა არხზე გარკვეული ფუნქციებით, თუმცა მაშინ დაისვა ძალიან ბევრი შეკითხვა. მაშინ საინფორმაციო სამსახურმა საკმაოდ მწვავე რეაქცია მისცა სხვადასხვა ჟურნალისტმა ამ თემას და შესაბამისად შეჩერდა, თუმცა როგორც გაირკვა ეს პროცესი მთლიანად არ შეჩერებულა და საახალწლოს ახალი სეზონისთვის საკითხი ისევ დაესვა დღის წესრიგში. მოგოდი დახეთ ჩემი განცხადებამდე არ მუშაობ მაესტროს და არც ვაპირებ იქ მუშაობას. მე უბრალოდ მგონია რომ მედიას აბსოლუტურად ალბათ და თითქმის დამოუკიდებელია სრულიად. არ მგონია რომ მედია შეხა ვინმე ერევა და ნუ შევადარებ წინასწრებს, თუმცა რა თქმა უნდა ხა როდესაც ცნობილი ადამიანები მიდიან ტელევიზიებიდან ძალიან სამწუხაროა.